გათავდა ყემალი ხალხო. მე კატლეტე გავხდი რა. დალეწე რა გენაღლება შენი ხო არა. გათავდა ის ყემალი, ჩემო კარგებო, მწვანე რო იყო და ბევრი რო იყო, აღარ არის ფაფუ. გათავდა და დავიწყეთ. აი, გაყვავილებული ომბალო. აუ რა სუნი აქვს, ბიჭო, სამტრედიის და ვანის ბალახების სუნი აქვს. კინძი, კაკლიანი კინძი გვაქვს, ომბალო გარჩეული, ცერეცო, ჩვეულებრივი კინძი, ნიორი და აქ ნახეთ. აი ძალიან მაგარ ფერზე, მოვარდისფრო, მოწითალო, მოყვითელო რაღაცა. სასწაულ ფერზე დაждდება. ეხა ამაში ნახეთ ჩვენ რას ვაკეთებთ, გარეცხილ ცერეცოს და კინძს ყოფთ ორად. ეს ამისი იყოს, ეს ამისი იყოს. გათავდა ყემალი ხალხო, ხვალ და ზეგ და მაზეგ მიმეორებთ ისევ იმაბავს 7, 8 და 9 აგვისტო ვიმეორებთ კატლეტ და პიურეს, იმიტომ რომ წინაზე გამოხმაურება ქონა სასწაული და იმეორებთ რა, ესე იგი მე კატლეტე გავხდი რა. დალეწე რა გენაღლება შენი ხო არა. აი ესე კარგად, აი ჩაუშვებთ. ოჰო, აი ესე მეორე ქვაბშიც აი ესე ჩაუშვებთ და ეხა ამას ორივეს ჩავადგამთ. ცოტა წყალი, აი ძირი რომ მოუფაროს, ესე წყალს გავუკეთებთ, მე აქეთ კამერები, აი ესე ნიორსო ჩაყრი, მარილს, წიწაკას, ყველაფერს ერთად და აი ქვასანახში რომ ჩანაყავ ერთმა არაჩვეულებრივმა გოგომმა ჩუქა ეს შროშაში. ბალეში ყოფა აი იმ დროიდანო და აი ესე, აი, აუ რა მაგრა ნაყავს ხალხოთ, ნახე, მარმარილოს სანაყია, ნახე. ნახეთ რა მაგრა ნაყავს, ნუ. აი ზედმეტი ძალდატანებაც არ ჭირდება და ამაში ჩავყრით ახლა კინძის აი ესეთ კაკლებს, ნახეთ, აი ესეთ კაკლებს მარცვლიანებს ჩავყრით და ერთად ჩავნაყავთ, ცოტა მარილს ჩაუმატებთ. ნახეთ რა მაგრა ნაყავს, მართლა მაგარია და ამოვიდა სადღაც 50 კილო ტყემალი. ამასაც არ მოხუფავთ, საზამთროდ არ ვინახავთ არც ამას და ესე იგი ყოველ პარასკევს შაბათ-კვირას აი ამ ტყემალს მიირთმევთ სპეციალურად თქვენთვის შეფიკასგან. აბა დროებით ხალხო გელოდებით კატლეტი და პიურეს რეპეტე გვაქვს.